მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს დღეს გვექნება საუბარი უახლოეს ერთი კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ საუბარია 30 აპრილის და 30 მარტის ბოდისფიქთი და 5 აპრილის შვალიც. როგორ ექნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის და პირველ რიგში მიაქცევთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც ნიშნავს იმას, რომ გართულდება მოლაპარაკება, გართულდება ურთიერთგაგება, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც უფრო მეტად იჩინონ თავი და თან კიდევ 2 რიცხვში 2 აპრილს, ანუ ხუთშაბათს გვაქვს სავსე მთვარეობა, ანუ ცოტა მძიმე ენერგეტიკული დღეა, მზის და მთვარის ურთიერთდაპირისპირება ხდება სასწორის და ვერძის ზოდიაქურ ღერძზე, რაც ძაბავ სიტუაციას ქმნის, უფრო მეტად კონფლიქტურ სიტუაციებს, შესაძლებელია აქ დაუშვათ უფრო მეტად რაღაც სირთულეები წარმოიშვას ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც, ამიტომ ვეცადოთ, რომ 2 რიცხვისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ, არავითარი ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები აქ არ ვაწარმოოთ და ეს დღე გავიაროთ ფრთხილად და წინ და ხედულად. ეხლა ვნახოთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის რა ტენდენციები ამოსულოდნელი, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ესე იგი გარკვეული სირთულეებიც ასევე მოსალოდნელია. თუმცა ვერძი მაინც ამას ნაკლებად იგრძნობს, რატო? იმიტომ რომ ენერგოტონუსი მატლობს, მზე ახლა იმყოფება თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ ვერძი ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებიც გაქვთ. კარგი იქნება თუ კარგად გაიაზრებთ მთლიანად, მოდი ასე ვთქვათ, თქვენი მოქმედების პროგრამას მთელი წლისთვის, იმიტომ რომ რეალურად ვერძებს ეწყებათ პერსონალური ახალი წელი, სწორედ უკვე ამ პერიოდიდან და თქვენ რაც მეტად გაიაზრებთ, როგორ უნდა ემოქმედოთ უახლოესი 1 წლის განმავლობაში და რა მიზნები გაქვთ, ძირითადად იქნება ძალიან კარგი. ეს პერიოდი ამას ხელს შეუწყობს. ამასთან ერთად, ამავდროულად ეცადეთ, რომ ამ პერიოდში, ამ კვირაში, არარეალურ იდეებზე და რაღაც ისეთ საჰაერო ბუშტებზე ნუ დაკარგავთ დროს და ამაზე ფიქრს თავი დაანებეთ. იმიტომ ეს ტენდენციები არის, ანუ შეცდომების დაშვების ალბათობა, რომელიც ეკუთვნება ზღვარადასრულ ფანტაზიებს, აი ეს ითხოვს საკურადღებას. იმიტომ ეს მერე გამოიწვევს რას ვქვია უკმაყოფილებას თქვენი მხრიდან, სხვათა მხრიდან, ეს არის მთავარი პრობლემა. თუ ამ პრობლემას გვერდსაულით და ცოტა რეალისტურად იაზროვნებთ და იმოქმედებთ, მაშინ კვირა იქნება დასამახსოვრებელი, ხელს უწყობს იგი იდეების რეალიზაციას, თქვენი ასე ვთქვათ, პოპულარობის და საზოგადოებაში თქვენ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი კარგად წარმოაჩენთ თქვენს მონაცემებს და შეგიძლიათ სხვათა პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს მოქმედებებზე, სიტყვებზე, რაც გასდევს თქვენს ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს და თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში. ამიტომ კვირა კარგია, ოღონდ გარკვეული სიფრთხილეა საჭირო, რის მიმართ ეს უკვე იცით. ყველს კარგია თქვენთვის პირველი რიცხვი მაისისა და აპრილისა ბოდისფიქთი და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ 30 მოდი ასე ვთქვათ, მარტის და 4 აპრილის დღეებში და ამ რიცხვებში. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ ეს უკვე ცოტა რთული პერიოდი დაიწყო თქვენთვის, ანუ შეხვედრით ეგრეთ წოდებულ დაბადების წინა პერიოდში, როდესაც ენერგოტონუსი გაქვთ საკმაოდ დაბალი. ამიტომ ჯანმრთელობას მიაქცევთ ყურადღება, ნუ გადაიღლებით. პირველ რიგში ფარული მტრები, ჯორები, ინტრიგები, მოშორნეები აქტიურდებიან თქვენ საწინააღმდეგოდ, ამიტომ ეცადეთ, რომ აკონტროლოთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან, ზედმეტი არ ელაპარაკოთ. და კრიტიკა დაუშვათ ან რაღაც შენიშვნები, რომელიც თქვენს მიმართ შვიდად მიიღოთ. არ გინდათ აქ ისეთი მძაფრი რეაქციები ემოციური ამაზე, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს მხოლოდ კონფლიქტებს ირგვლივ ადამიანებთან. და რაღაც ახალ მნიშვნელოვან პროექტებს აქ ნუ დავსახოთ. ჯობია ძველი საქმე დაასრულონ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და ცოტა მეტად შესაძლებელი დაგვარად დაასვენოთ საკუთარი თავი. აქ ურთიერთობებშიც საჭიროა კონტროლი საკუთარ ემოციაზე, როგორც საქმეან, ასევე პირად ურთიერთობებში, იმიტომ რომ აქ შეცდომების დაშვების და კონფლიქტების წარმოქმნის ალბათობა მაღალია, შეიძლება სწავლაც ისე არ წარმართოს, როგორც თქვენ გსურთ და აქაც წარუმატებელი ტენდენციები მოიმატებენ. და მაინდამაინც მგზავრობა, მოგზაურობა, ახლა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება აქ ნამდვილად არ იქნება სასურველი. ვეცადოთ ეს უკვე კვირა ცოტა ფრთხილად და წინ და ხედულად გავლოთ ჩვეულებრივზე მეტად. ყველაზე კარგია თქვენთვის 31 მარტის 5 აპრილის დღეები და არ ვარგას 3 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნავდელებს, ენერგოტონუსს არ უჩივით, ენერგია გაქვთ, აქტიურად მოქმედებთ, კომუნიკაცია, გონებამახვილობა, ეს ყველაფერი სათანადო დონეზეა, მაგრამ გარკვეული სირთულეები, წყალქვეშა დინებები არის, იმიტომ რომ დედამიწა რადგან უარყოფით ენერგოველშია, შეიძლება ამან წარმოქმნას გარკვეული უსიამოვნებები, მაგალითად ახლობლებთან, კოლეგებთან ურთიერთობისას.
რაც იქნება დამოკიდებული რაც დაკავშირებული მათ შორის ფინანსურ საკითხებთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ იყო ცოტა უფრო ფრთხილი, ტაქტიანი, წინდახედული და ასე შემდგომ. თქვენ სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ცოტა ფინანსური კუთხითაც გარკვეული სირთულეები შეიძლება წარმოვიდგინოთ, მით უმეტეს თუ ფულის უყარებთ მხარჯველი ხართ, ეს ტენდენციები გაზლიარდებიან. თუმცა ისიც აღნიშნოთ, რომ ზოგადად პერიოდი ცუდი არ არის იმ კუთხით, რომ აქ შეგიძლიათ თქვენ მაგალითად რაღაც ახალი მეთოდოლოგია დაანერგოთ. ინტერნეტთან კავშირები გქონდეთ, თუმცა აქ ფეიკების ალბათობაც მაღალი ინტერნეტში, ამიტომ ცოტა გადაამოწმოთ ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, მაგრამ აი რეფორმებისთვის და სიახლეებისთვის ან მათი მოფიქრებისთვის, რაც შეიძლება უკვე შემდეგ კვირიდან განხორციელდეს, ამ მხრივ ეს კვირა ნამდვილად არ არის ცუდი. ყველას კარგია თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკავშირდება 2 აპრილს და ცოტა ყურადღებით ვიყოთ 31 მარტს და 4 აპრილის დღეების და ამ რიცხვების მიმართ. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, მოვნიშნოთ ისიც, რომ აქ ცოტა ენერგოტონუსი თქვენი აცემა, ამიტომ ჯანმრთელობა ცოტა მეტი ყურადღება და ნუ გადავიღლებით, ცოტა გამოაძინეთ საკუთარი თავი. თუმცა კონტაქტების კუთხით ზოგადად ჯერ კიდევ პერიოდი ცუდი არ არის. შეგიძლიათ ჯერ კიდევ საკუთარი მონაცემების საზოგადოებაში გამოვალეთ, როგორც პედაგოგი, მაგალითად, კარგად წარმოაჩინოთ ასე თქვენი მონაცემები. იპოვოთ ის ადამიანები, რომლებიც იზიარებენ მაგალითად თქვენს აზრებს, თქვენს სურვილებს და ასე შემდგომ. უფრო მეტად დაინტერესება გაგვივდება თქვენში ფილოსოფიის, რელიგიის, მორალური საკითხების, იგივე ეზოთერული საკითხების მიმართ. ეს უფრო მეტად გაინტერესებთ, ვიდრე თქვენი პროფესიონალური ვალდებულებების და ყოველდღიური რუტინული საქმეების შესრულება. რის გამოც შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ კრიტიკის ქარცეცხლში და ამით შეიძლება გართულდეს თქვენი ურთიერთობა ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან, რასაც უნდა ცოტა მეტი სიფრთხილე, იმიტომ რომ აქ ასეთი ურთიერთობების გართულება მხოლოდ შეამცირებს თქვენს პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივებს და კარიერული წინსვლის შანსებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 30 მარტის და 5 აპრილის დღეები რიცხვები და არ ვარგა 1 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს ლომის ზოდიაქო იგულისხმება ენერგოტონუს არუჩევით ჯანმრთელობა უმჯობესდება, ეს ნიშანი უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხდება, უფრო მეტად შეგიძლიათ აქ საქმეებიც კი გაურჩიოთ თქვენს მოწინააღმდეგეებს და მოშორნეებს და სიამოვნებაც მიიღოთ თქვენი გამარჯვებისგან, ეს ტენდენციებიც არის. თუმცა მოდით ავუშვათ, რომ ამავდროულად შეიძლება აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში. სხვადასხვა სახის სიტუაციებით შექმნიან ამ კრიტიკას თქვენს ირგვლივ. ამასთან ერთად ეცდებით, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, თვით თავდაცვის ხერხი გამოიყენოთ. თუმცა ეს შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი კონფლიქტების ფაქტორი გახდეს. ამიტომ ამ მხრივ ვიყოთ ცოტა ყურადღებით, რომ სამართლიანობის პრინციპები მაინც არ დაარღვიოთ. ეს ის პერიოდი, რომლის შეუვისას თქვენ შეგიძლიათ მაინც გარკვეულწილად სერიოზულ სირთულეებს გვერდი ავაროთ. პერიოდი ზოგადად კარგია მგზავრობა-მოგზაურობის კუთხით, თუმცა მაინც მგზავრობის დროს ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ. მაგალითად, საბუთები არ დაკარგოთ, ან დავუშვათ ბარგი, ან რაღაც ამდაგვარი. მაინც გარკვეულმა ესეთმა ტენდენციებმა შეიძლება ჩიონ თავი, მაგრამ უცხოეთთან კონტაქტი არ იქნება ცუდი. თუმცა აქაც შეიძლება პატარა შეფერხებები გქონდეს. მაგალითად, რაღაც დაპირება მიიღოთ ბიზნეს პარტნიორისგან უცხოეთში, მაგრამ ამ კვირაში შეიძლება ეს არ განხორციელდეს და განხორციელდეს შემდეგ კვირას. აი ესეთი ტენდენციებისთვის იყავით მზად. ყველას კარგია თქვენთვის 2 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 31 მარტის და 4 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ქალწულებო ენერგოტონუსი თქვენი მცირდება, ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის და განახლების დროა. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ, რაღაც შინაგანი ინვენტარიზაცია დაგჭირდებათ ალბათ თქვენი აზრებისა, ემოციებისა, ურთიერთობებისა და ასე შემდგომ. აღვნიშნოთ, რომ მეგობრული კონტაქტები და პარტნიორული ურთიერთგაგება ძალიან გეხმარებათ არაერთი რთული სიტუაციის გადალახვაში, მათ შორის შინაგანი ტრანსფორმაციის კუთხითაც კი. და აღვნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომელშიც თქვენ შეიძლება დაუშვათ აღმოაჩინოთ, რომ იყო რაღაც თანხა შემოსული ერთობლივი საქმიანობიდან და თქვენ არასწორად გადაანაწილიეს და თქვენ ყველაზე ნაკლები მიიღეთ. აი ამას შეიძლება გამოიწვიოს თქვენში გულაცრუება, ან გარკვეული შინაგანი პროტესტი. თუმცა ამ პროტესტებად შეიძლება გარკვეული კონფლიქტები უფრო მეტად მოიტანოს ვიდრე შედეგი. რაც მეტად ენოსკვილს დააჭერთ, გინდა თქვენ შინაგან მდგომარეობასთან დაკავშირებით, გინდა თქვენ საქმიან სფეროსთან დაკავშირებით და ზედმეტ არ ელაპარაკებთ, მით უკეთესად წავა ყველაფერი. ამიტომ აქ ცოტა ეცადეთ, რომ უფრო საიდუმლოდ იმოქმედოთ. ვეცადოთ, რომ უკვე გავაფრთხილდეთ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ენერგოტონუსი თქვენი აშკარად მცირდება.
ყველას კარგია თქვენთვის 30 მარტის და 5 აპრილის დღეები რიცხვები და არ ვარგა 1 აპრილის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, ძალიან ბევრი რამ ამ კვირაში იქნება დამოკიდებული თქვენს პარტნიორებს, როგორც კარიერულ პარტნიორულ, ბიზნეს პარტნიორულ ურთიერთობას გულისხმობ, ასევე პირად სასქვალოს. რაც მეტად ეს ურთიერთობები იქნება კარგი, მით მეტად წახალწინ და იქნება წარმატებული, მაგრამ აქ სწორედ აი ეს ტენდენციებია მოსალოდნელი, რომ შეიძლება გარკვეულმა კონფლიქტებმა შეიძლება ეჩინონ თავი, როგორც პარტნიორებთან, ასევე ხელმძღვანელებთან მიმართებაში, კრიტიკა, პრეტენზიები, მაგალითად, როგორც თქვენი მხრიდან, ასევე სხვათა მხრიდან, შეიძლება გახდეს დაძაბულობის კიდევ ერთი ფაქტორი და მიზეზი. და უშუალოდ ისიც, რომ ეს ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენს ავტორიტეტს, თქვენს რეპუტაციას, თუმცა თუ კონსტრუქციულ დიალოგს შეძლებთ და მნიშვნელოვან საკითხებს აი ესეთ კონსტრუქციულ დიალოგით წარმართავთ, სადაც უფრო მშვიდობიანად, დიპლომატიურად და ასე ვთქვათ, კომპრომისები ტიპობით საერთო გამოსავალს, მაშინ იქნებით გაცილებით უფრო მეტად წარმატებული. თუმცა როგორც თონსი ისიც ამშვიდობთ, რომ მაღალი გაქვთ. ამიტომ ეს ნიშანი აქტიურია, ენერგიულია, კომუნიკაბილურია, გონებამახვილია, რაც იმედია, რომ ამ კონსტრუქციულობაში მეტად შეუწყობს ხელს. ეს თქვენი თვისებების კომბინაცია რო ითქვიან. და ყველას კარგი იქნება თქვენთვის აქ პერიოდი, რომელიც უკავშირდება 3 აპრილს და არ ვარგა 31 მარტის და 5 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, არასტაბილურობა შეიძლება მეტად იჩინოს თავი სამსახურებრივ სფეროში, საქმიანობაში. აქ შეიძლება რაღაც მოგიხდეთ ადგილსამყოფელი, ზოგიერთ შემთხვევაში ბინის, შეიძლება სამსახურის შესვლაც კი ზოგიერთ თქვენთაგანს. და უშუალოდ რომ მცირდება საცოცხლო ენერგია, ენერგოტონუსი. რის გამოც უფრო ადვილად იღლებით, შრომის უნარობაც უფრო ნაკლებია და ეს ნეგატიურ დახს ასვავს თქვენს გუნება-განწყობას. ასევე ურთიერთობას მათ შორის საოჯახო კუთხითაც კი. ჯანმრთელობას იგი მაქსიმალური ყურადღება ეცადეთ, კონფლიქტში არ შეხვიდეთ, როგორც ხელმძღვანელებთან, ასევე კოლეგებთან. რამაც შეიძლება ასევე გააფუჭოს შემდგომ თქვენი კარიერული წინსვლის პერსპექტივები. ყველას კარგია თქვენთვის 30 მარტის და 5 აპრილის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 3 აპრილის დღე და ეს რიცხვის. თუმცა ინტუიციაზე დაყრდნობით თუ იმოქმედებთ, მაშინ სხვა შორის უფრო სწორად ჩვენს გააკეთებთ. რაც შეეხება მშვილდოს ნებს, პირველ რიგში აღნიშნეთ, რომ ერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადი, ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, კონტაქტური, გონებამახვილი, ეს ყველაფერი კარგია. და აღნიშნოთ, რომ ამავდროულად ცოტა გრძნობთ, რომ რაღაც იკეტება თქვენი თავისუფალი მოქმედება, თავისუფალი თვითგამოვლენის შესაძლებლობა. აი ეს უკვე რასკველა გაწუხებთ და გაღიზიანებთ კიდეც. და ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას მაგალითად შეიძლება გარკვეულმა სირთულეებმა ეჩინონ თავი. მათ შორის თუ აქ ამ პერიოდში მაგალითად დაიწყება სიტუაცია თქვენსა და შვილებს შორის, თქვენსა და დაუშვათ სასქვალო პარტნიორებს შორის, თუნდაც თქვენი სულსწრაფობიდან გამომდინარე, ცოტა ეგოისტური ტენდენციებიდან გამომდინარე, სარკაზმიდან გამომდინარე, ეს კიდევ უფრო მეტად გაართულებს თქვენს წინსვლას და განვითარებას. აი ეს პერიოდი მეტად დაუთმეთ მაგალითად ცოდნის მიღებას, საინტერესო ინფორმაციის მიღებას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს შემდგომ სწორ ანალიზს სიტუაციისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას. და ვიმეორებ, რაც მეტად პირადი ურთიერთობა გექნება სტაბილური, მით მეტად წახვალწინ და გამოავლენთ საუკეთესო თქვენს თვისებებს. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 3 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 31 მარტის და 5 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება უკვე თხისკა ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, აღნიშნოთ, რომ 7-ს ნამდვილად ვერ უწოდებთ ამ პერიოდს, რადგან შესაძლებელია დაიძაბოს ურთიერთობები ახლობლებთან. შეიძლება პრობლემები წარმოექმნას რაღაც ოჯახში, მათ შორის, შეიძლება მაგაც საყოფაცქურო პრობლემები, გაფუჭდეს იქ რაღაცა ტექნიკა, ელექტრობა და შემდგომ და ამის ახლა შესვლა შეიძლება გახდეს საჭიროც ფინანსებთანაც იქნება დაკავშირებული დროსთან, ენერგიასთან. აქ შეიძლება გარკვეული სასამართლო პროცესებიც კი წარიმართოს, ან დაუშვათ თუნდაც სიტყვიერი პრობლემები წარმოექმნას თქვენსა და დაუშვათ ნათესავებს შორის, რომელიც დაკავშირებული იქნება უძრავ ქონებასთან. აქ შეიძლება ამან გამოიწვიოს ასევე ზედმეტად ფინანსური, ასე ვთქვათ, ხარჯი, რაც დამატებით ნეგატიურ დახს დაასვავს მთლიანობაში ამ პერიოდს და თან ერგოტონუსიც ეცემა, ჯანმრთელობა არ მდგრადია. ამიტომ გაუფრთხილდეთ თქვენ ჯანმრთელობას და
ფრთხილად, იმდახადულად იმოქმედოთ ინტუიციაზე დაყრდნობით. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 31 მარტის და 4 აპრილის დღეები და არ ვარგა 2 აპრილის დღე და ეს რიცხვი. თუმცა ეს რომ ყველა 4-ის გას ასეთი პრობლემები გქონდეს, ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ ამის ალბათობა რადგან მაღალია, ჩვენ სარგებლობ პრინციპით ვინც გაფრთხილებულია, შეარაღებულია და ამიტომ ზოგიერთ თქვენთაგანი ამ ტენდენციების მიმართ უნდა იყოს ყურადღებით. მერწყვილებს რაც შეეხება ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ინტუიცია ძლიერდება, რომელსაც დაყრდნობით სწორად შემოსაკეთებ და მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, ახალი იდეების, ახალი შთაბეჭდილების მიღების პერიოდია, მაგრამ ფეიკების ალბათობა და თქვენი მოტყუების ალბათობაც მოიმატებს. ამიტომ იყავით ყურადღებით. ყველაფერი გადაამოწმოთ ადვილად, ნუენდობით, მოდი ასე ვთქვათ. ადამიანებს და ხელშეკრულებებს ხელს თუ მოაწერთ, სანამ ყველა მის პუნქტს არ გადახედავთ, რათა რაიმე სახის შეცდომები არ დაუშვათ. იმიტომ რომ თუ ასეთ შეცდომებს დაუშვათ, მაშინ საქმეშიც კი რაღაც ქაოსურ სიტუაციებს შემოიტანს და გაუგებრობებს ურთიერთობებში. აი ეს მას თუ გაითვალისწინებთ, მაშინ კვირა იქნება კარგი. ყველაზე კარგია თქვენთვის 1 აპრილის დღე და რიცხვი და არ ვარგა 30 მარტის და 4 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. თევზებო, აქ უკვე ნელ-ნელა პრობლემები მოემატებენ ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ფინანსურმა სირთულეებმა შემეტყოთ იჩინონ თავი, არაერთი დაპირება აღმოაჩენთ, რომ აღმოჩნდება ილუზია და არ შესრულდება შემდგომ და ფინანსური ხარჯის მოგემატებათ. აღნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები, ზოგიერთ შემთხვევაში მოგზაურობის ან მგზავრობის წინაშე აღმოჩნდეთ, თუ მეცნიერებაში ხართ ჩართული, ესე შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს, მაგრამ უკვე განსაკუთრებით ისე მით უმეტეს სარისკო კაპიტალდაბანდებებს და ინვესტიციებს ჯობია თავი ავარიდოთ. ენერგოტონუსის რადგან დაბოლია, ცოტა მეტად გავფრთხილდით უკვე ჯანმრთელობას, მიაცით საშუალება საკუთარ თავს გამოძინებისა, ცოტა მეტი დასვენების. ყველაზე კარგია თქვენთვის 31 აპრილის 4, უბრალოდ 31 მარტის 4 აპრილის დღეები და არ ვარგა 2 აპრილის დღე და ეს რიცხვი. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას და მშვიდობიან კვირას, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.